ელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. აი თქვენ დააკვირდით, ესე იგი დღევანდელ საკითხავებს, რომელიც უკვე ნათლისღებას ეხებოდა და არა მარტო დღევანდელი საკითხავები ეხებოდა, არამედ უკვე წინა შაბათიდან და კვირიდან მოყოლებული ნათლისღების საკითხავებით არის გაჯერებული ღვთისმსახურება და აი დღევანდელი სახარებიდან მინდა ერთი გაგახსენოთ, წმინდა იოანე ნათლისმცემელი რომ ეუბნება მასთან მისულ, მოსანათლად მისულ ადამიანებს, თუმცა იოანეს ნათლისღება არ იყო ცოდვათა მიმტევებელი, არამედ სინანულისთვის განმამზადებელი. ის ეუბნება, რომ იგი ვინ გიჩვენათო ეს, იგი თანამედროვეებით რო ვთქვათ, ეს მოკლე გზა ვინ გიჩვენათ, რომ გადარჩენილიყავით. მარტო ის კი არ არის, რომ მიხვიდე და ცოდვა აღიარო, არამედ გამოიღეთო ნაყოფიო ღირსი სინანულისა. იგი მარტო ის კი არ არის, ჩვენ დაუშვათ მივიდეთ და აღსარება ვთქვათ, რომ აი სიტყვაზე ვიღაცას განურისხდი თუ რაღაც შემშურდა თუ სადღაც ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენე თუ რაღაც მოვყარე თუ სხვა. არამედ უნდა ადამიანმა გამოიღოს ნაყოფი ღირსი სინანულისა. ეს რას ნიშნავს? რასაც აკეთებდა მანამდე, ყველანაირად ეცადოს, რომ აღარ გააკეთოს. ეგ არის მაგითი შეინანებს სწორად. თუ პარავი ისე ვიპარავს, მაშინ რა აზრი აქვს იმის აღსარებას? თუ პარავი ისე აპირებს, რომ მოიპაროს, მოდი კიდევ უფრო დავაზუსტოთ, მაშინ რა აზრი? თუ ცბიერი ისე აპირებს, რომ კიდევ ვიღაცას ზაკრულად მოექცეს, მაშინ რა აზრი აქვს მაგ სინანულს, მაგ აღიარებას, მაგ აღსარებას? არამედ აი ამითი რა იყო ნათქვამი, რომ თუ ადამიანს გადარჩენა უნდა გამოიღოს ეს ნაყოფი, ანუ კეთილი საქმეების, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს, მოიქეც ბოროტისაგან და ხმენ კეთილი. ის ამბობს, რომ მოიქეც ბოროტისაგან. ეხლა ნახეთ როგორ არის. დაუშვათ ვიღაცა უზნეოდ იქცევა. ჯერ ამ უზნეოდ ცხოვრებას უნდა დაანებოს თავი. მერე მოიქეც ბოროტისაგან და ხმენ კეთილი. მერე ის უნდა იფიქროს, რა არის კარგი საკეთება. თორე ადამიანი თუ უზნეოდ ცხოვრებას არ დაანებებს თავს და მარტო სიკეთის კეთებას დაიწყებს, ეგეც არ იქნება. ჯერ ის უზნეობა უნდა მიატოვოს, მერე სიკეთეს უნდა აკეთოს. მერე ამბობს, მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მასო. უნდა ადამიანმა მოიძიოს მშვიდობა, მშვიდობა საკუთარ სინდისთან, მშვიდობა ადამიანებთან, მშვიდობა ღმერთთან. და არის ნათქვამი, რომ ყოველი ხის ძირშიო დევს ცული. თუ ეს ხე ნაყოფს არ გამოიღებს, განა ეგრე არ არის ანა სოფელში. ბაღში ტყუილა თუა და გამხმარი თუა, კი არ მოჭრიან მარტო ძირიანად ამოაგდებენ ხოლმე. იმ ადგილზე სხვა რაღაცას დარგავენ. ყოველი ხის ძირში ცული დევს, რომელი ხეც ნაყოფს არ გამოიღებს, ის მოიკვეთებაო და ამ შემთხვევაში საუბარია სინანულის ნაყოფზე. ადამიანი თუ ნანობს, ესე იგი მან ნაყოფით გამოიღო, ოღონ ამ სინანულში იგულისხმება განცდად საკუთარი ცოდვისაც, იმედი ღმერთის მოწყალებისაც და გადაწყვეტილებაც აღარ გამეორების. სხვაგან არის კიდევ სახარებაში ნათქვამი, რომ ერთ კაცონი როცა ნერგი ჰქონდა თავის ვენახში და ნაყოფს არ გამოიღებდა კარგახანი, არ გამოიღო ნაყოფიდან. ამ ვენახის პატრონმა უთხრა მებაღეს, რომ მოდიო, ტყუილად რატო უნდა გააფუჭოს ნიადაგიო, მოვჭრათ. და მებაღემ უთხრა, მოდიო, ამ ერთ წელსაც ვაცადოთ. შემოუთოხნოთო, სკორე დაუყაროთო, იქნება გამოიღოს ნაყოფიო. თუ არა და მერე მოკვეთებ. ანუ, როდესაც ადამიანი ნაყოფს არ გამოიღებს და თითოეული მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ამ სახარების განმარტებელი ამბობს, არის ცოდვა. თითოეული მოუსავლიანი წელიწადი არის ცოდვა და ნაყოფი არის სინანული. და თუ ადამიანს მოუსავლიანი წელიწადი აქვს, ის ცდილობს, რომ რაღაცა დაამუშავოს, მიწა გაუფხვიეროს, რაღაცა გაანოყიეროს.
და თუ ამ შემთხვევაშიც ვერაფერი ვერ უშეველა, მაშინ უნდა ამოაგდოს აბარასის ჭირდება. ადამიანის ესეა, თუ ადამიანი წოდავს და უფალმა გარკვეული განსაცდელები მოუვლინა იმისთვის, რომ ადამიანი გამოაფხიზლოს და მაინც იგი არაფერი შედეგი არ აქვს, მაშინ უკვე აი როგორ არის ნათქვამი ძველ აღთქმაში, რომ თუ მხილებული კაცი კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებელად შეიმუსრება. ანუ თუ ადამიანი რაღაცას წოდავს და მას ამხილებენ, ელბნევიან ეს წოდვა, ცდილობენ რომ თვალი აუხილონ. ადამიანს საერთოდ მხილება არ სჭირდება, თუ ის სინდისიერად ცხოვრობს, თუ სინდის უსმენს, მას აღარაფერი მხილება არ სჭირდება, ის სინდისი ყველაზე უკეთესად ამხილებს. მაგრამ როდესაც ადამიანი იმ სინდისს გაიუხეშებს ძალიან და მერე უკვე საჭიროა რომ ვიღაცამ გარედანაც უთხროს, იმიტომ თვითონ შიგნიდან ვეღარ ხდება. იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად ადამიანს რაღაცა სადმე რომ შევა რა ოთახში, თვითონ იგი აწუხებს ეს სიმყრალე. მერე თუ იმდენად შეეჩვია, არის ესე რომ შეეჩვევა და უკვე ვეღარ გძნობს იმ სიმყრალეს. და ცხოვრობს იმ სიმყრალეში. თვითონ ვეღარ გძნობს, მაგრამ სხვა რო ეუბნება, დაუშვათ. თუ იმასაც არ უჯერებს, მაშინ უკვე ძალიან ცუდად არის. მაშინ არის ნათქვამი, რომ ანაზდეულად და უკურნებელად შეიმუსრება. ეს იმას ნიშნავს, აი რაც სახარებისეულად იყო ნათქვამი, რომ ყოველი ხის ძირში ცულიდებს და ის მოიჭრება და ამიტომ აი ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, ვეცადოთ, ესეც უნდა ითხოვოს ადამიანს. ეს თავისი კი არ მოვა. აი ამხელა დიდი მამა იყო, წმინდა ეფრემ ასური. და როგორ სთხოვდა უფალს, ხო, ჩვენ მისი ლოცვა, დღესაც მისი ლოცვით ეკლესია ლოცულობს, რომ მომანიჭე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა. ესე იგი, ეს თავის არ მოვა. ადამიანმა უნდა ითხოვოს და უნდა ეძებოს მდგომარეობა სინანულის. უნდა ეძებოს, უნდა ითხოვოს ღვთისაგან, რომ უფალო მომანიჭე ჩემი ცოდვების განცდა. მომანიჭე იმის ის მდგომარეობა და ის განცდა, რომ ვიღაცის გულის ტკენისა მეშინოდეს. მომანიჭე ის განცდა, რომ დაუშვათ აი ვინმეს თუ უხეშად ვეუბნები, ეგ ძალიან მაწუხებდეს. რაღაცა პატარა ცუდი ფიქრი თუ გამივლის ვიღაცაზე თავში, ესეც რო არ გქონდეს და ამის გამო რომ ნანობდე, ესე იგი და ყველაფერზე ესე იგი დიდი წოდებიდან დაწყებული მცირეს ადამიანს მართებს სინანული. არასოდეს თავის გამართლებით ადამიანი არ ცხონებულა, მაგრამ არასოდეს მონანული ადამიანი არ დაღუპულა. იმიტომ აი ღმერთმა მოგვანიჭოს ნაყოფი ღირსი სინანულისა და ამით ჩვენ გადავრჩენილი ვიყავით. საღამოს 4 საათზე დაიწყება მწუხცისკრის ლოცვა და დილით 9:30-ზე დაიწყება უკვე ლიტურგია, მოებმევა ამას დიდი აიაზმა, წყალკურთხევა. საღამოს კი 9 საათზე იქნება სადღესასწაულო ღამისთევა, იმის შემდგომაც იქნება დიდი აიაზმა, დიდი წყალკურთხევა. ჩვენთან არის ღმერთი.